ფილმი ქართულად გახმოვანდა დიდი დიღმის 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის სამრევლოს თანადგომით. დოკუმენტური ფილმი და ამ დისკის შიგთავსი განკუთვნილია მხოლოდ კერძო ჩვენებისათვის. აკრძალულია მისი რეპროდუცირება, გაქირავება, საჯარო ჩვენება ან ეთერში გადაცემა საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე. აი ათონი, მარჯვნივ. ათონის მთა განსაკუთრებული ადგილია, რომელიც გარდამოცემის თანახმად ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. ათონი ეგეოსის ზღვით გარშემორტყმულ ჰალკიდიკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე არის განლაგებული. ათონის მთა, რომლის მწვერვალი ზღვის დონიდან 2000 მეტრს აღემატება, ყველაზე მაღალია ნახევარკუნძულზე. წმინდა ათონი მსოფლიოში ერთადერთი სამონაზვნო რესპუბლიკაა 1000-წლოვანი ისტორიით. აქ დღე და ღამე განუწყვეტელი ლოცვა აღევლინება მთელი სამყაროსთვის. გარდამოცემის თანახმად, თითოეული ადამიანი, რომელიც იქ მოხვდება, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობისა და ღვთის წინაშე მისი განსაკუთრებული მეოხების ქვეშ აღმოჩნდება. უძველესი დროიდან ათონზე უამრავი სულიერი ბერდიდი მოღვაწეობს. ესენი არიან განსაკუთრებული სულიერი ძალის მქონე მამები, რომლებიც საკუთარ თავში უდიდეს უბრალოებას და მიწიერი ცხოვრების აზრის ღრმა ხედვას აერთიანებენ. ისინი ამ ქვეყნიურ მრავალ შფოთსა და ამაოებას გაეცალნენ და განდეგილობის, დუმარებისა და ლოცვის გზა აირჩიეს. მრავალმა მათგანმა შეიძინა წინასწარმეტყველების, კურნების, კეთილისა და ბოროტის გარჩევის ნიჭები. ისინი დახელოვნებულ წინამძღვრებად იქცნენ მათთვის, ვინც ცდილობს გაერკვეს თუ რა ხდება სამყაროში, მათ პირად ცხოვრებასა და მათ გულებში. ყველასთვის, ვინც საჭიროებს სულიერ მხარდაჭერას. პაისი მთაწმინდელი. ფილმი მეორე, მონაზვნური გზის დასაწყისი. ფილმების ეს სერიალი ათონელ ბერდიდ მამა ექვთიმეს მიმართ იღუმენ კიპრიანეს მიერ გამოხატული მორჩილების შედეგია, რომელმაც მას მღვდელმონაზონ ისააკის მიერ 2004 წელს მამა პაისი ათონელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწერილი წიგნის ეკრანიზაცია შესთავაზა. თავად წიგნის ავტორი 1998 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. ეს მისი საფლავია ათონის მთაზე, მამა ექვთიმეს კელიასთან. ფილმში ასევე ჩართულია მრავალი ადამიანის მოწმობა, რომელთაც უცხოვრიათ მამა პაისისთან და პირადად შეხვედრიან მას. თქვენ მოისმენთ თავად მამა პაისი მთაწმინდელის ტექსტების ფრაგმენტებს და ნახავთ ადგილებს, სადაც ის ცხოვრობდა. მღვდელმონაზონი ისააკი, პაისი მთაწმინდელის ცხოვრება. თავი მეხუთე, ესპიგმენის მონასტრის მორჩილი. როდესაც არსენი წმინდა ათონის მთისკენ წასასვლელად ემზადებოდა, შემდეგი რამ მოხდა. მან მთელი მისი დანაზოგი ღატაკებს დაურიგა და მხოლოდ წმინდა მთამდე მისასვლელი ბილეთის საყიდელი ფული დაიტოვა. ის ჩაჯდა გემში, რომელიც ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მიცურავდა და ნაპირზე ესპიგმენის მონასტრის მისადგომთან გადმოვიდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, როცა სამხედრო ბილეთი მიიღო, ათონზე წავიდა. თავდაპირველად ესპიგმენის მონასტერს მიაშურა. ამ მონასტრის შესახებ ყოველთვის დიდი მოწიწებითა და პატივისცემით საუბრობდა. ამბობდა, რომ იქაურ მამებს დიდი სიყვარული ჰქონდათ. მათი ურთიერთსიყვარული და დახმარება დიდი ასკეტი მამების ცხოვრებიდან ამოჭრილ სცენებს მოგაგონებდათ. მამა პაისი ყვებოდა. მაშინ ესპიგმენში დიდი მარხვის 40 დღის გადატანა ნამდვილ გოლგოთაზე ასვლის ტოლფასი იყო. დღეღამეში მხოლოდ ერთი თეფში უცხიმო წყალწმიანი გერგებოდა. ის ყველაზე მკაცრი საერთო საცხოვრებელი იყო. დიდი მარხვის პირველ შვიდეულში ყველა მონაზონი თითქმის მთელ დღეს ტაძარში ატარებდა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას ერთ-ერთი ბერისგან დიდი დახმარება მივიღე. ის საერთოდ არავისთან არ ლაპარაკობდა, რადგან მის გულს მხოლოდ ქრისტესთან საუბრის მოთხოვნილება ჰქონდა.
ამ ადამიანის მხოლოდ ყურებაც კი საკმარისი იყო. მან მეტი დახმარება გამიწია, ვიდრე წმინდანთა ცხოვრების კითხვა. მე ყოველ დღე 9 საათამდე უზმოზე ვიყავი. გარდა ამისა, ვცდილობდი რომ მრავალი დღის განმავლობაში მიყოლებით ერთი და იგივე სახეობის ბოსტნეული მეჭამა, მაგალითად მხოლოდ პომიდორი, ღორისქადა, კომბოსტო ან სხვა. მანამ სანამ ესა თუ ის ბოსტნეული არ მომბეზრდებოდა და მისი ჭამის სურვილი არ დამეკარგებოდა. ტაძარში სტასიდიაზე არ ჯდებოდი, რათა ძილი არ მომრეოდა. კელიაში ბალიშის მაგივრობას წაბლის ხის მორის გადანაჭერი მიწევდა. საწოლის ნაცვლად 2 დაფა მქონდა, რომელიც ისე იდო, რომ შუაში ცარიელი ადგილი დარჩენილიყო, რათა ხერხემალი დაფებს არ შეხებოდა და არ გახურებულიყო. დასაწყისში ეშმაკი შინაურების მოგონებებით მწვავდა. ხან დედას გამახსენებდა, ხანაც რომელიმე ნათესავს. ზოგჯერ დამას იზმრებდა. თითქოს ავად, ან სულაც გარდაცვლილები იყვნენ. როცა ჩემი აკუმულატორები სრულად დაჯდა, ანუ როცა ფიზიკური ძალები გამომეცალა, ერთი არაჩვეულებრივი რამ შემემთხვა. თავი მეხუთე, საღმრთო მადლის მოხილვა. ერთ ღამეს ლოცვად ვიდექი. როცა ვიგრძენი, რომ რაღაც დაეშვა ზევიდან და მთლიანად შემომევლო გარს. არაჩვეულებრივი სიხარული ვიგრძენი და თვალები ორ წყაროდ მეკცა, საიდანაც ნაკადულივით იღვრებოდა ცრემლები. იქამდე ლოცვისას ბევრჯერ ამთრთოლებია გული დაახლოებით ამის მსგავსად, მაგრამ ასეთი მოხილვა პირველი იყო. ამ მოვლენას ისეთი სულიერი ძალა ჰქონდა, რომ მან მე განმამტკიცა და ეს 10 წლის განმავლობაში გამყვა, სანამ მოგვიანებით სინას მთაზე მყოფმა ოდნავ სხვა სახით, მაგრამ უფრო დიდი რამ არ გამოვცადე. მდუმარე ცხოვრებისადმი მხურვალე სწრაფვა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. თავი მეხუთე, განდეგილად გასვლა. უპირველეს ყოვლისა, ის ივერთა მონასტრისკენ გაემართა და ივერიის ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. ხატზე მთხვევისას ღვთისმშობლის სახება შეიცვალა და ძალიან ნაზი და ტკბილი გახდა. ამგვარი ცვლილების მხილველი მიხვდა, რომ მისი განდეგილად გასვლის სურვილი თანხმობაში იყო ღვთისნებასთან. როდესაც ღმერთს სრულად მიენდობი, მაშინ უკვე აღარაა საჭირო ფორიაკი და სხვადასხვა თხოვნები, რადგან ღმერთმა ისედაც უკვე ყველაფერი გაიგო. ამიერიდან მხოლოდ მოთმინებით მოწდაა საჭირო, სანამ ნაყოფი მომწიფდება და ჩამოვარდება. ღამის თევის მსახურებისაგან დაღლილი და მშიერი ბერდიდი კატერს ელოდებოდა. იგი ყვებოდა. გამოფიტულობისგან თავს ცუდად ვგრძნობდი და იმისაც კი შემეშინდა, რომ გონებას დავკარგავდი და ამას მონასტრის მუშები დაინახავდნენ. ამიტომ ძალა მოვიკრიბე, მოშორებით გავედი და ფიცრების შტაბელების უკან დავიმალე. რაღაც მომენტში ღვთისმშობლისთვის დახმარების თხოვნა მომინდა, მაგრამ უმალვე შევაწყვეტინე საკუთარ თავს. უბედურო კაცო, რა გამოდის, რომ ღვთისმშობელი პურისთვის გჭირდება და როგორც კი ეს წარმოვთქვი, თავად ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მეჩვენა და ცხელი პური და ყურძნის მტევანი მომაწოდა. მეტი რაღა გავაგრძელო.
მისი მრავალი სხვადასხვაგვარი მცდელობა გასულიყო უდაბნოში, უშედეგოდ სრულდებოდა. გზა მდუმარებისკენ ჩაკეტილი იყო. ერთხელ მამა პაისი მენავეს მოელაპარაკა, რომ ის უდაბურ კუნძულზე გადაიყვანდა და იქ დატოვებდა სამოღვაწეოდ. მაგრამ დანიშნულ დღეს მენავე არ მივიდა. ამის შემდეგ მამა პაისი კიდევ ერთ მონაზონს მოელაპარაკა, რომ მდუმარებისა და ასკეზისათვის ათონის მთის უკაცრიელ ადგილას, ეგრეთ წოდებულ კატუნაკებზე გადასულიყვნენ, მაგრამ ერთხელ ღამით სანამ სარეკელას დაჰკრავდნენ, მან კელიის კარებზე დაუკაკუნა იმ ბერს და უთხრა, რომ ღმერთს არ სურდა მათი კატუნაკებზე წასვლა, ხოლო ბერმა თავის მხრივ სიზმრის შესახებ უამბო, რომელიც მან ნახა. ჩვენ მონასტრის სახურავზე დავრბოდით და როდესაც უკვე ჩამოხტომას ვაპირებდით, ერთმა შავებით მოსილმა დედაკაცმა ტანსაცმელზე ჩაგჭიდა ხელი. შეგვაჩერა და გვითხრა, რომ ქვემოთ უფსკრული იყო და ჩვენ დავიმტვრეოდით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ფილოთეოს მონასტერი, ათონის წმინდა მთა. ის მდუმარებას ეძიებდა. თუმცა კელარისა და ტრაპეზარის საპასუხისმგებლო მორჩილება განუწესეს ფილოთეოს იდიორითმულ მონასტერში. როგორც ტრაპეზარის სწრაფად და მოხერხებულად ურიგებდა საძმოს პროდუქტებს. ყველას ამშვიდებდა. კეთილგავლენას ახდენდა ძმებზე, თავისი ცხოვრების მაგალითით, ხასიათითა და უმციკლო ქცევით. ხნიერი ბერებისთვის წყალი და შეშამი ჰქონდა. ბერდიდი ევდოკიმე მასზე მიუთითებდა და ამბობდა, აი კარგი მონაზონი. ფილოთეოს მონასტრის არქივის მიხედვით, სავანეში ის 1956 წლის 12 მარტს მივიდა. სხვებისგან დაფარული მოღვაწეობის წლის თავზე, იგი აღკვეცილი იქნა ბერად და სახელად პაისი ეწოდა, მოშურნე კესარიელ მიტროპოლიტ პაისი მეორეს საპატივცემულოდ, რომელიც წარმოშობით ფარასებიდან იყო. აღკვეცა 1957 წლის 3 მარტს შესრულდა. აღკვეცის შემდეგ, მამა პაისიმ დედამის თავისი ფოტოსურათი გაუგზავნა, რომლის უკანა მხარესაც შემდეგი ლექსი დააწერა. ჩემო მშობელო დედილო, კეთს გიხრე შენი შვილი. ამაოებას გაცლილი და ბერად აღკვეცილი. ყრუ უდაბნოში გასული. მტერთან პირისპირ ვრჩები. რომ ქრისტეს სიყვარულისთვის თავი გავწირო ჩემი. ერული სიტყბო სიამე, ჩემთვის უცხოა, მწარე. რადგანაც ტრფობა ქრისტესი, მთელს გულში ჩავიღვარე. მხურვალე ლოცვით დავდივარ ჯვარცმით გაკვალულ გზებით. რომ ცათა სასუფეველში კვლავ შეგხვდე დედი ზევით. ვიცი სისხლი და ხორცია დედა და შვილი ერთი, მაგრამ გულმა და გონებამ პოვარა სიტყვა ღმერთი. უნდა გაგლიჯოს ჭიპლარი, ტვირთი მოიხსნას ძველი, ზე ახსვლის ხელის შემშლელი, მიწისკენ მიმზიდველი. დედობა სამიერიდან გამიწევს ღვთისმშობელი. იმისი კალთა იქნება კრებისგან ჩემი მცველი. ბინად მექნება უდაბნო, ოცნებად ქრისტე ღმერთი, ვილოცებს სამყაროსთვის და განსაკუთრებით შენთვის. ბერი პაისი ფილოთებელი, ათონის წმინდა მთა, 1957 წლის 3 მაისი. ეძღვნება ჩემს უპატივცემულეს დედას. და ეს თეთრი შენობა სადურგლო სახელოსნო. ჩვეულებრივ დამწყებ მონაზონს ისეთი მორჩილება ეძლევა, რომლის კეთებაც მან არ იცის.
თუმცა აქ მამაპაისი ხუროდ განაწესეს, რაც მის პროფესიას წარმოადგენდა. ეს იშვიათი შემთხვევაა. მონაზვნები მთელი სავსებით ყველაფრით უნდა ასხივებდნენ ნათელს. ამიტომ მათ მართავთ, რომ ემსგავსონ ფიჭვებს, რომლის ნაფოტებიც კვარად იქცება. ფიჭვი კლდოვან და მზიან ადგილას უნდა გაიზარდოს. როდესაც მას ქერქს გააცლიან, დაატირდება. მისი წრემლი, ანუ ფისი, მზის მცხუნვარე სხივების ქვეშ, ხის მთელ ტანში გაიჟღინთება და თანდათანობით მთელს ფიჭვს საუკეთესო მასალად აქცევს კვარისთვის, რაც შემდეგ გასანათებლად და ცეცხლის გასაჩაღებლად გამოიყენება. გათლა რა თქმა უნდა იმისთვისაა საჭირო, რომ ძველი კაცის ქერქი მოსცილდეს და არა იმისთვის, რომ ადამიანი უაზროდ დაზიანდეს და მერე ყველაფრისთვის გამოუსადეგარი გახდეს. ფილოთეოს მონასტერი საკმაოდ მაღალ სიმაღლეზეა განთავსებული. ზამთარში იქ დიდი თოვლი იცის და ძალიან ცივა. მეტი ასკეტიზმისთვის ის კელიაში ღუმელს არ ანთებდა. მას ღვთის მადლი ათბობდა და იცავდა სერიოზული ავადმყოფობებისგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ჯანმრთელი არც არასდროს ყოფილა. და აი, თუმცა კი ღვაწლისგან ლამის ჩონჩხს დავემსგავსე, მაგრამ მაინც ერთხელ ღამით მაცდურის სიახლოვე ვიგრძენი, როგორც ქალის სუნთქვა პირდაპირ ყურთან. უმალავდექი, გალობა დავიწყე და სანთელი დავანთე. როდესაც მომხდარის შესახებ მოძღვარს მოვუყევი, მან მითხრა, რომ შესაძლოა ჩემში ფარული სიამაყე ყოფილიყო. ასეთ ცდუნებებს გამართლება არ აქვს. და მართლაც. როდესაც თავს ჩავუღრმავდი და გამოვიძიე, დავრწმუნდი, რომ ხანდახან მიჩნდებოდა ზრახვები, რომ რაღაცას წარმოვადგენდი. და ასე რომ ვთქვათ, რაღაცას კი ვაკეთებდი, მაგრამ რასაც ვაკეთებდი, თითქოს ძალიან მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენდა. არა და როგორი სისულელე და ჩმახვაა ეს. როდესაც ამ ახსულში ტარტაროზიზის, მაშინ ხორცი, ღვაწლისგან ჩონჩხივით გამხდარიც რომ იყოს, მაინც შეეცდება ტლინკების ყრას. როგორც ყრიან ტლინკებს გაძვალტყავებული, მაგრამ მწოფიანი ვირები, რომლებიც ლამის შიმშილით სიკვდილამდე მიყავთ სპეციალურად, რათა დაამშვიდონ. ამიტომ დამწყებმა მონაზონმა აუცილებლად უნდა გადააღებინოს რენტგენი თავის სულიერ ექიმს, რათა მან თავიდანვე ნახოს, თუ რითი იტანჯება ავადმყოფი და შესაბამისი წამალი და დიეტა დაუნიშნოს. აქ ხილის ბაღია, ქვემოთ სეთისხილის. ღვთისმშობლის ხარების სახელობის ფილოთეოსის მონასტერი, ათონის წმინდა მთა. აქ ადრე თხილნარი იყო, მაგრამ ყველა ხე გახმა და ახლები დარგეს. ყველა მონაზონს მისი ჯვარი აქვს. მონაზონს ყოველთვის უდგება მომენტი, როდესაც ის სხვანაირად ფიქრს და სხვანაირად ცხოვრებას იწყებს. და რამწუხარებაც არ უნდა შეემთხვას, ყველაფერს სასუფევლისკენ მიმყვანებელ გზად აღიქვამს. ჩემს კელიაში ვლოცულობდი. თავი მეექვსე, გამოცხადება. და უცბად ხელფეხი წამერთვა. არა თუ ადგომა, განძრევაც კი არ შემეძლო. თითქოს რაღაც უხილავი ძალა მბოჭავდა. მივხვდი, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ასეთ მდგომარეობაში თითქოს იატაკზე მიმახრახნესო. 2 საათზე მეტი დავყავი. შემდეგ უცბად, ისე როგორც ტელევიზორში, ერთ მხარეს კატუნაკები, ხოლო მეორე მხარეს კონიცაში მდებარე სტომიონის მონასტერი დავინახე. მე მხურვალე სურვილით მივაპყრე მზერა კატუნაკებს და გავიგონე ხმა.
ეს იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხმა, რომელიც გარკვევით მეუბნებოდა: შენ არ წახვალ კატუნაკებზე, არამედ სტომიონის მონასტერში. დედაო ღვთისა, მე უდაბნოს გევედრებოდი, შენ კი ერში მგზავნი. შემდეგ მე უცბად გავთავისუფლდი უხილავი მარწუხებისგან და ჩემი გული საღვთო მადლით აივსო. წავედი მოძღვართან და მომხდარის შესახებ ვუამბე. ეს ღვთისნებაა, მითხრა მან. ოღონდ ნურავის მოუყვები ამ ხილვის შესახებ. თქვი რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მე კი მართლაც სულ სისხლი ამომდიოდა ხველებისას. გესაჭიროება წმინდა მთიდან გასვლა და კონიცაში გამგზავრება. და აი თავისი გამოცხადებით, ღმერთი ღვთისკაც პაისის კონიცის ეპარქიის სტომიონის მონასტრისკენ უკვალავს გზას. ჯერ კიდევ ჯარისკაცობისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აღვუთქვი, რომ თუ კი მისი მადლით ომს გადავურჩებოდი, 3 წლის განმავლობაში ვიშრომებდი მისი დამწვარი სავანის აღსადგენად. ვიფიქრე, რომ რადგან ბერად აღვიკვეცე, ღვთისმშობელი აღარ მომთხოვდა აღთქმის შესრულებას, მაგრამ როგორც ჩანს, მას ეს არ უნდოდა. ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი, ქალაქ კონიცას შემოგარენი. ასე და ამგვარად 1958 წლის აგვისტოში ბერდიდი აღმოჩნდა სტომიონის მყუდრო მონასტერში. ხალხს გაეხარდა სავანეში მისი გადასვლა და მრავალი მიდიოდა მის მოსანახულებლად. მოდი ავანთოთ კანდელები. მიდი ანთე. ახლავე. ეს მისი ხელითაა დაწერილი. საჯამრთელო მოსახსენებელში პირველი მისი სახელი ბერი პაისი წერია. სხვებთან ერთად მღვდელმონაზონ არსენის სახელიცაა. მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად კანონიზირებული. ყველაზე ძველი აი ეს საანოლოგიე ხატებია. აქ ბევრი ხატია, მაგრამ აი ის, რომელზეც 3 ბერდიდია გამოსახული, ჩვენი ხალხი მათ წმინდანებად თვლის. შუაში მამა პაისია, ეხლავე გაჩვენებთ. მათ არ აქვთ შარავანდედები, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო ოფიციალურად კანონიზირებული, მაგრამ ხალხი თაყვანს სცემს, როგორც წმინდანებს. ჩვენი მონასტერი, სტომიონის წმინდა სავანე დაახლოებით 1700 წელს დაარსდა. აქ ბევრი მონაზონი არასოდეს ყოფილა. 1, 2, 3 ყველაზე მეტი. არა იშვიათად მომხდარა, რომ 1 ბერიც არ ყოფილა. ჩვენი მონასტრის სახელი მამა პაისიმ განადიდა, ბერმა, რომელიც ფარასაში დაიბადა, მაგრამ კონიცაში გაიზარდა. ბერადის წმინდა მთაზე აღიკვეცა, მაგრამ შემდეგ გარკვეული ხნით აქ ჩამოვიდა. უფრო ზუსტად კი 1958-დან 1962 წლამდე. 4 წლის განმავლობაში ის აქ მონასტერში ცხოვრობდა. თავი მეშვიდე. მამა პაისი სავანის აღდგენას ფულისა და მასალების არ მქონე შეუდგა. მას ზოგიერთი კეთილი ქრისტიანი ეხმარებოდა. როცა მამა პაისი აქ ჩამოვიდა, მოპირდაპირე მხარეს ანტიკელის აგებაზე იზრუნა. შეიძინა ხის მასალა და თავად გააკეთა კარფანჯარა, სტასიდიები, მაგიდები და მრავალი სხვა რამ. ასევე მან ტაძრის სახურავიც გამოცვალა და საძმოს კელიები მოაწყო. მთელი 7 წელი ვიცნობდი მას. მისი და აქ ჩვენთან ცხოვრობდა. ის აქ ხშირად მოდიოდა.
როცა სამშენებლო მასალა და მონასტრისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები მოჰქონდათ, აქ ჩემს სახლში აწყობდნენ. შემდეგ მოჰყავდათ კონიცის ყველა საპალნე ცხოველი. დატვირთავდნენ და უკან მონასტერში მამა პაისისთან მიჰყავდათ. სწორედ ამ გზით. ძველი გზით, ბილიკით. ჩვენ სადღაც 2 საათი ავდიოდით ცხოველებით. ხშირად ისიც ჩვენთან ერთად ამოდიოდა, ქვას აიღებდა და ზურგით მიათრევდა. ერთი რამ მინდა გითხრათ. როგორც კი აქაური მაცხოვრებლები გაიგებდნენ, რომ მამა პაისის დახმარება ესაჭიროებოდა, თავს არავინ ზოგავდა. მე ძალიან ძლიერი ვიყავი. 2 საათის ფეხით სავალს 45 წუთში გავდიოდი. მე წყალს ვსვამდი, ორგანიზმი კი მას სისხლად აქცევდა. ხანდახან დღეში 3-4 ჯერ ჩავდიოდი სავანედან კონიცაში და ზურგით მომქონდა საშენი მასალები დამწვარი მონასტრისთვის. აი ამ გზას გადიოდა ზამთარში კონიცისკენ მამა პაისი, როცა დედა დათვი აღმოაჩინა. მან ამოიღო სეფისკვერი, თქვენ იცით რა არის სეფისკვერი, ჩვენ მას ვჭამდით და ეუბნება, აიღე ეს და წადი. დათვმაც აიღო და წავიდა. განადათვებს ზამთარში არ წინავთ? დიახ, წინავთ. ზამთარში გამოქვაბულებში შეიხიზნებიან და იცი რა შვებიან. წინა და უკანა თათებს ილოკავენ და ამით ნაყრდებიან. ქალბატონი პენელოპა ბარბოტი მოგვითხრობს. როცა მას თავის ტკიოდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მიაყრდნობდა და ტკივილი გაუვლიდა. სეფისკვერის წამს საფუარის გარეშე ზელდა. ჯვარს გადასახავდა და ისიც ამოდიოდა. აი აქ იდგა მამა პაისი. ხელში წმინდა ნაწილები ეჭირა, რომლებიც გაუვარდა და ქვემოთ უფსკულში ჩაუცვივდა. ის უშიშრად ჩაუყვა ფერდობს და მშვიდობით ამოაბრძანა ისინი. ხომ არ მოვიტყუები, განაადვილია? საოცარია, უბრალოდ ჩავიდა და ამოიტანა. ანგელოზი წმინდა ადამიანი იყო. ასეთ ტოტზეც კი გაჩერდებოდა, როგორ აღიხსნათ, აი ასეთზე, დადგებოდა და არ ეშინოდა, უძლებდა. ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი. ეს მამა პაისის კელია. შიგნით პატარაა, მოდით შევიხედოთ. აქ ეწინა. ეს მისი საწოლი იყო. ეს ნესტისგან დასაცავად გააკეთა, რადგან სუსტი ფილტვები ჰქონდა. აქ კი პატარა ღუმელი ედგა. ორი ხატია მიკრული. ეს და ეს. მაცხოვრის ეს ხატი სუროტის მონასტერში იქნა დაწერილი, სადაც მამა პაისი ცხოვრობდა. მისი თხოვნით დაიწერა. მას ხილვები ჰქონდა ღვთისგან. ქრისტე ეცხადებოდა. ხატით სწორედ ისე დაწერეს, როგორც მამა პაისი მაყუწერა, კეთილი სახით. მხედველობაში მიიღეთ, რომ მხოლოდ 1 წელი იცხოვრა ამ კელიაში მამა პაისიმ. მანის 1961 წელს ააშენა. მანამდე 3 წლის განმავლობაში მონასტრის საზღვრებს მიღმა ბაგაში ცხოვრობდა. მეტი სულიერი ღვაწლისთვის იქ ეწინა. რამდენადაც ცილდებიან უბრალო და ბუნებრივ ცხოვრების წესს ადამიანები, იმდენად იმატებენ ხვალინდელი დღის შიშს ისინი და რამდენადაც უვითარდებათ ერული ზრდილობიანობა და ეტიკეტები. იმდენად ეკარგებათ უბრალოება, სიხარული და ბუნებრივი ადამიანური ღიმილი. სავანის შესასვლელისგან მარჯვენა მხარეს შემაღლებულ ადგილას მან საფლავი გათხარა. თავთან ჯვარი აღმართა. ყოველდღე მის წინაშე კანდელს ანთებდა და საკმეველს აკმევდა. ის ამას იმისათვის აკეთებდა, რომ თავად სიკვდილი ხსომებოდა, მაგრამ მეტადრე სავანეში მომსვლელი ერის ადამიანებისთვის, რათა მათ საფლავის შემყურეთ გართობა არ მოეწყოთ იმ ადგილას. ნადიმები და ცეკვა თამაში, რასაც წინათ სავანის მახლობლად კონიცის მკვიდრთა მხრიდან ჰქონდა ადგილი, შეწყდა. ბერდიც მიუღებლად მიაჩნდა გართობა ტაძართან, რომელშიც მსახურება აღევლინება.
მხოლოდ ტაძრის დღესასწაულზე რთავდა უფლებას, რომ მონასტრის მოპირდაპირე მხარეს, წიფლების ქვეშ წყაროსთან გაეშალათ სადღესასწაულო სუფრა. იმ პერიოდში კონიცას მიმდებარე სოფლებში საშინელი სიღარიბე, მიტოვებულობა და მწუხარება სუფევდა. ბერდიდი ტანსაცმელს, ფულს, პროდუქტებს და წამლებს აგროვებდა, ამანათებად შეფუთავდა და გაჭირვებულებს უგზავნიდა. როცა ბერდიდი აქ კონიცაში ცხოვრობდა, სხვადასხვა ადგილას, მაგალითად დაბლა მდინარესთან, წმინდა ბარბარესთან და ასე შემდეგ, ამგვარ ყუთებს აყენებდა შესაწირისთვის და ვისაც საშუალება ჰქონდა, შიგაგდებდა ფულს. კვირაში ერთხელ ის ან რომელიმე მისი თანაშემწე მოდიოდნენ, შეაგროვებდნენ ყუთებში დაგროვილ თანხას და ფულს ან იმ ფულით ნაყიდ საჭმელს ღარიბ ოჯახებს ურიგებდნენ. ბატონი თომა ტასიოსის მონათხრობი. თავი მეშვიდე, ღარიბთა და ობოლთა მფარველი. გამოქვაბულში ერთი ყველასგან მიტოვებული მოხუცი კაცი ცხოვრობდა. მამა პაისიც ყოველ კვირა მიჰქონდა მასთან საჭირო პროდუქტები და თავისი ხელით ბანდა. ის მონასტრიდან ჯერ კიდევ დაბნელებულზე გამოდიოდა და ისე მიდიოდა იმ მოხუცთან, რომ არავის გაეგო. მე ერთი მინდოდა, მაგრამ ღმერთს მეორე. მას თავისი გეგმები ჰქონდა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა. სტომიონის მონასტერში ღმერთს თურმე იმისთვის მივუყვანი ვარ, რომ პროტესტანტული მწვალებლობისგან დაბნეულ 80 ოჯახს მართლმადიდებლობისკენ მობრუნებაში დავხმარებოდი. სექტანტების შეკრებაზე ბერდიდი სანდო ადამიანებს უშვებდა, რათა დაეზუსტებინათო ვინ დადიოდა იქ. შემდეგ კი მწვალებლური ქადაგებების მსმენელებს თავისთან უხმობდა და ერთ-ერთზე საუბრებით ჩააგონებდა. ზოგიერთ მათგანს მონასტერში ასაქმებდა. აგრეთვე იგი სექტანტების მეთაურს შეხვდა, რომელიც თესალონიკიდან ჩადიოდა ხოლმე და კონიცაში სიარული გადააფიქრებინა. ადრე წმინდანები მხოლოდ და მხოლოდ თვალყურს ადევნებდნენ სამყაროს. დღესდღეობით კი იესო ქრისტეც, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც და წმინდანებიც მუდმივად ხან ერთს ჩასჭიდებენ ხელს, ხან მეორეს აშოშმინებენ, რადგან ადამიანები გაუწონასწორებელნი გახდნენ. ახლა ისეთები ხდება, ღმერთმა დაგვიფაროს. ეს იგივეა, რაც რომელიმე დედას, რომ რამდენიმე რთულად აღსაზრდელი ბავშვი ყავდეს, ერთი სულელი, მეორე გზასაცდენილი, მესამე კი. ერთმა კაცმა მითხრა, რომ ხალხმა ათენს ჯუნგლები შეარქვა. მაგრამ ნახეთ, კაცი შვილი არ გარბის ამ ჯუნგლებიდან. ყველა გაჰყვერის, ჯუნგლები და მაინც ამ ჯუნგლებში იყრიან თავს. ჯერ კიდევ მოციქულთა სწორმა კონსტანტინე დიდმა გააუქმა კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა მთელი იმდროინდელი რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. და აი დღეს კვლავ კერპთაყვანისმცემლობის ხანაში უნდათ ჩვენი დაბრუნება. სახელმწიფო დონეზე რთავენ ნებას მეჩეთების მშენებლობას. სხვადასხვა გურუებს უფლებას აძლევენ დაარსონ ჩვენთან თავიანთი მონასტრები. თავისუფლად ატარებენ ლექციებს, ხსნიან ნაირ-ნაირ პროზელიტურ ცენტრებს. მასონები და იეღოველები ჩვენთან თავისუფლად მოქმედებენ. მართლმადიდებლობაზე ილაშქრებს სხვადასხვა რელიგიური სწავლების მთელი გროვა. მაგრამ სულ ასე არ იქნება და ყველაფერი ხუხულასავით ჩამოიშლება. სულ ზემოთ ავიდეთ, რომ მდინარე გამოჩნდეს. აი იმ ფრიალო მთას ზმოლიკასი ჰქვია, რომელიც საბერძნეთში მეორეა სიმაღლით. სწორედ იმ წელს, როდესაც ბერდიდი სტომიონის მონასტერში მოვიდა, მან გადაწყვიტა ღირსი არსენ კაპადოკიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება, წმინდანის, რომელმაც მონათლა იგი ბავშვობაში.
ღირსი მამის გარდაცვალებიდან უკვე 30 წელზე მეტი იყო გასული. მისი ნეშტი ჯერ ისევ კუნძულ კერკირას სასაფლაოზე იყო დაკრძალული, კორფუში. მონასტერზე ზრუნვა თავის ძმას რაფაელს გადააბარა და 1958 წლის ოქტომბერში კუნძულ კორფუზე გაემგზავრა. იქ ის ძველი მეგობრისა და თანაპოლკელის პანტელის ძეკოსის ძებნას შეუდგა. კუნძულ კორფუს საბერძნეთთან შეერთების 100 წლისთავისადმი მიწვნილი დიდი ზეიმი, შეხვედრა საბერძნეთთან, რეჟისორი გ. ასათიანი, ქრონიკულ დოკუმენტალური და სამეცნიერო პოპულარული ფილმების ქართული სტუდია, 1964 წელი. დღესასწაულში მონაწილეობას საბერძნეთის ახალგაზრდა მეფე კონსტანტინემ და პრინცესა ირინემ მიიღეს. მობრძანდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანდრიას პაპანდრეუ. მამა პაისიმ თავის მეგობარს პანტელის ძეკოს სახელოსნოში მუშაობისას მიაგნო. ბატონმა პანტელისმა ვერ იცნო მამა პაისი და ჰკითხა: მამაო, რა გნებავთ? ბერდიდი არაფერს პასუხობდა. იქნებ შემიძლია რამით დაგეხმაროთ. აი ამით უპასუხა ბერდიდმა და თავისი ორი ცერა თითი უჩვენა. ჩვენ ხომ ორივეს ზუსტად ერთნაირი თითები გქონდა. ჭუიდან კინაღამ გადავედი სიხარულისგან. მივირბინე, ვეხვეოდი, ვკოცნიდი. წამოდი მეთქი სახლში. წავედით. მას ღირსი არსენის წმინდა ნაწილების ამოყვანება სურდა და უნდოდა, რომ ერთად წავსულიყავით. საღამოს ვახშამზე ხორცი შევთავაზე. ხორცს არ ჭამ, თქვა მან. აბა რა შეჭამ? მოხარშული ბალახი სუნი მცემს. ანუ ბალახ შეჭამ? დიახ, დიახ. შენ ჭკუაზე თუ ხარ, ვეკითხები. კი, ბალახ შევჭამ. რა გაეწყობოდა? ჭამა ბალახი და წავედით დასაცინებლად. ერთი ერთ საწოლზე, მეორე მეორეზე. ღამით პირველის ნახევარზე ის ადგა. მოპირდაპირე მხარეს ხატები ეკიდა. ჩემთან მოვიდა, რომ ენახა მეძინა თუ არა. მეც თავი მოიმძინარე. მან დაიჩოქა, ილოცა და ისევ დაწვა. 3-ის ნახევარზე ისევ ადგა. ისევ დამხედა მეძინა თუ არა. მე იტალიური საათი მქონდა, რომლის ისრებით ანათებდა. ხელი საბნის ზემოდან მედო და დრო ამიტომ შევამჩნიე. მოკლედ, ისევ ადგა, ილოცა და კვლავ დაწვა. 5-ის ნახევარზე ისევ ადგა, ისევ ილოცა. 6 საათზე მეუბნება, ადექი წავიდეთ, საფლავი გავთხაროთ. მე ვთხარი, რომ ჩვენ არ წავიდოდით წმინდა ნაწილების ამოსაღებად, რადგან 8 თუ 9 ოქტომბერი იყო. კი, 8-ში მოვიდა, ანუ 9 ოქტომბერი იყო და წვიმდა. რატომ არ წავალთო, მკითხა. იმიტომ, რომ როცა აქ წვიმა სიწყებს, 10 იანვრამდე გრძელდება. ყოველთვის ასე ხდება. ჩვენ წავალთ, მითხრა მან. გავივლით 200 მეტრს და წვიმა შეწყდება. ვინაიდან მას ჯარიდან კარგად ვიცნობდი. უთხარი. კეთილი, ოღონდ ქოლ გაავიღოთ. წვიმა შეწყდა და საფლავის გათხრასაც შეუდგნენ.
მე შინოდა, ამბობდა მამა პაისი. ვაიდა ნაწილები მთლიანად ყოფილიყო, რადგან ხშირად გათხრისას ბოლომდე დაურღვეвэл სხეულის ნაწილებს აწყდებოდნენ. და თუ ასე იქნებოდა, როგორღაც ავიღებდი. მაშინ არ მომცემდნენ მათი წაღების უფლებას. მაგრამ საბედნიეროდ, მისივე თქმით, ღირსი არსენის სხეული სრულად გაიხრწნა და მხოლოდ ძვლები დარჩა, რომლებიც მან აიღო, ტომარაში ჩააწყო და მათთან ერთად თესალონიკისკენ გაემართა. სალონიკში კვარდარის მოედნის მახლობლად სასტუმრო პანთეონში გაჩერდა. საღამოს წმინდა ნაწილებისთვის პატარა ყუთი დაამზადა და გვერდით დაიდო. მას წესად ჰქონდა წმინდანის წინაშე ლოცვა. უცბად მოულოდნელად სიბნელეში იგრძნო, რომ მას რაღაც შავი ცხოველის მსგავსი მხეცი დაესხა თავს. ყელში ეცა და დახრჩობა დაუწყო. ეს რა მოათრია აქ? წმინდაო არსენ, დამეხმარე, დაიყვირა მან. და ამის შემდეგ ეს შავი ცხოველის მაგვარი რქიანი მხეცი შეეშვა. გაიქცა და გაქრა. ის წავიდა, ჩამოაბრძანა წმინდა ნაწილები და აქ ჩვენთან ჰქონდა. არ მახსოვს რამდენი ხანი, 4, 5, 6 წელი. ახლა ვეღარ ვიხსენებ. მას არ უნდოდა ზემოთ მონასტერში მათი აბრძანება. აქ სახლში გვესვენა და მათ წინაშე კანდელს ვანთებდით. იქით ზევით, ძველ სახლში. იმ სახლს სხვენივით ჰქონდა ზემოთ, სადაც დავაბრძანეთ ის ნაწილები და იქ ვუნთებდით კანდელს. წმინდა არსენის ცხოვრებაში წერია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ 1924 წელს უკვე ფიზიკურ სხეულს გაყრილმა წმინდა არსენმა ადამიანების დასახმარებლად მთელს მსოფლიოში გადაადგილების განსაკუთრებული მადლი მიიღო. ჩვენ არ გვყოფს არც დრო და არც ადგილი. წმინდანები ცოცხლები არიან და ჩვენ არ გვაქვს აუცილებლობა ვიაროთ ათონის მთაზე ან წმინდა მიწაზე. აი თქვენ რუსეთში ხართ, ვიღაც აფრიკაში. ლოცვისა და საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით მორწმუნე ადამიანს ყოველთვის შეუძლია ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, მათ შორის მამა პაისისთან ურთიერთობა. ეს ის არის, რაზეც გესაუბრებოდით. მამა პაისის მიერ ჩამობრძანებული წმინდა ნაწილები. იცით, როდესაც წმინდა არსენზე და მამა პაისიზე ვსაუბრობთ, ჩვენ თითქმის არ ვანსხვავებთ ამ ორ ადამიანს. ჩვენთვის უთქვამთ, რომ უნახავთ წმინდა არსენის მონასტერზე მზრუნველი, სირბილით მიმავალი მამა პაისი და ჩვენ ვიცით, რომ ასევე ხდება სხვა მონასტრებშიც, რომელთაც წმინდანები მფარველობენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს წმინდა არსენი და მამა პაისი.
ისინი, ასე ვიტყოდი, ერთი მედლის ორი მხარე არიან. ისინი ერთმანეთთან დაურღვეվել კავშირში არიან, ერთი სული და ღვთის დიდი მადლი გააჩნიათ. დღისით ბერდიდი ბევრს მუშაობდა. ღამეს კი ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებდა. ის თვითონ გამოითვლიდა ღვთისმსახურების ყოველდღიურ ციკლს, როგორც წმინდა მთაზე ჰქონდა ნასწავლი. და არაფერს გამოაკლებდა მონაზვნური წესგანგებით გათვალისწინებულ წესებს. არაჩვეულებრივი სკრუპულოზურობით ასრულებდა მის პირად სამონაზვნო კანონს. გარდა ამისა, სკვნილზე ლოცულობდა ცოცხალთა და მიცვალებულთათვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ ლოცვითი შეწევნა. მამა პაისისთან შეხება 1961 წელს მქონდა. აქ ხულოსა და ხარატის ხელობის შესასწავლად ჩამოვედი და მთელი ზაფხული დავრჩი. მაშინ შევისწავლე ფანჯრების კეთება. მამა პაისი ხშირად დიდი ხნით მტოვებდა აქ მონასტერში, მარტოს, თავად კი მის შემოგარენში გადიოდა სალოცავად. ის მტოვებდა და ასე მიბარებდა. თუ ღვთისმოსავად ჩაცმული ადამიანები მოვლენ, შემოუშვი, წინააღმდეგ შემთხვევაში არა. მე კი ხანდახან ვცოდავდი და ისეთებსაც შემოუშვებდი, რათა ფული ჩაეგდოთ და ამით მონასტერს დახმარებოდნენ. ის კი საკვირველია როგორ ახერხებდა ედევნებინა ჩემთვის ან იმ ადამიანებისთვის თვალი, როცა იქ არ იყო. ერთი-ორჯერ მოხდა, რომ მოვიდა ჩემთან და მითხრა: "სცოდავ პანტელის, არა ღვთისმოსავად ჩაცმულ ადამიანებს უშვებ მონასტერში." მისი წასვლის საბაბი, უпроსორად მიზეზი, გახდა ის, რომ ტაძრის დღესასწაულზე მაცხოვრებლები ნადიმებს აწყობდნენ, ერულს, დოლ-გარმონს სალამურებით. შემდეგ კონიცის უხუცესებმა სთხოვეს დაბრუნება. ის დაბრუნდა, მაგრამ 1 წლის შემდეგ სამუდამოდ წავიდა. მამა პაისი 5 წლის ასაკში გავიცანი. როცა ის კონიცაში სტომიონის მონასტერში იყო. ჩემთვის ის ყოველთვის განსაკუთრებულ, გამორჩეულ, წმინდა და მართალ ადამიანს წარმოადგენდა. მაშინ ზოგიერთი მაცხოვრებელი არც ისე კარგად აღიქვამდა მას, მეტადრე კი იმის გამო, რომ სტომიონის მონასტრის სიახლოვეს საზოგადო სახალხო დროსტარებები აკრძალა, რომლებიც ხშირად მოზეიმე ადგილობრივებს შორის ჩხუბებითა და გარჩევებით სრულდებოდა. მას არ სიამოვნებდა და აკრძალა ამგვარი ღრეობები. თუმცა იყო ხალხი, რომლებსაც ეს არ ეპიტნავა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ კონიცამ შეიყვარა მამა პაისი. თვლიდნენ, რომ კონიცა ღვთისგან დალოცვილი ადგილია, რადგან იქ მამა პაისის სამშობლო იყო. რა გითხრათ? მე მხოლოდ დაწყებითი სკოლა დავამთავრე. ბევრი არაფერი გამეკება, რომ რაიმეზე ვიმსჯელო. მაშინ შევიტყვე საბერძნეთის ჩრდილოეთში, კონიცაში მოღვაწე კარგი ბერის შესახებ და ერთ მეგობართან ერთად მასთან შესახვედრად წავედი, რათა სულიერ თემებზე გვესაუბრა. ჩვენ შევხვდით, თუ არ ვცდები, 1962 წლის სექტემბრის ან ოქტომბრის თვეში. და მე მას ვკითხე, სინას მთაზე ხომ არ უნდოდა წამოსვლა. რაზეც მან მიპასუხა, რომ ის ფიქრობდა ამის შესახებ, სანამ მე ჩავიდოდი. მე, რა თქმა უნდა, გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა მას ეს წინასწარ ცოდნოდა. შემდეგ მან მითხრა, რომ ამეღო მისი ბერძნული ბარათი და საზღვარგარეთული პასპორტი გამეკეთებინა. ასევე ფულს მაძლევდა ბილეთისთვის. მე არ მინდოდა ფულის აღება, მაგრამ მან დაიჟინა და მეც ავიღე. ის ბერი იყო და 4 წელი იცხოვრა სტომიონში. ჩვენთან კვირაობით ჩამოდიოდა ხოლმე, წირვაზე დასასრებად, რადგან მონასტერში მუდმივად მყოფი მღვდელი არ იყო. და ამიტომ აქ მოდიოდა საზიარებლად. საკურთხეველში ამ ადგილას იდგა და ლოცულობდა.
ერთხელაც ადგა და სწორედ ამ კარებიდან გავიდა და სინას მთაზე წავიდა. ბერები დედა ეკლესიის რადისტები არიან. თუ ისინი ერისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულის გამო აკეთებენ. ისინი შორდებიან მსოფლიოში არსებულ რადიო ხარვეზებს, რათა უკეთესი კავშირი დაამყარონ ზეცასთან და მეტად და უკეთესად დაეხმარონ მსოფლიოს.